წელს პირველად ქუჩის მუსიკოსთა ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ქალაქის ცენტრში დღეს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელი 40 საათამდე ჯგუფი შეიკრიბა. ქუჩის მუსიკოსთა დღე პირველად 2007 წელს ლიტვაში აღინიშნა. მას შემდეგ ეს ტრადიცია სხვა ქვეყნებშიც დამკვიდრდა. რუსთაველის გამზირი დღეს განსაკუთრებული ხალხმრავობით გამოირჩეოდა. როკი, მეტალი, ფოლკი, ჰიპ-ჰოპი. დღეს ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისმოდა. ადამიანი რომელიც ქუჩაში გამოდის, ის თავის პროფესიონალიზმს აღალიბებს ძალიან სწრაფად, პირდაპირ მაყურებელთან. რაღაც შემოსავალსაც იღებს და რაღაცა განვითარების ისიც აქვს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება ეს ფესტივალი და უკვე საქართველოშიც შეუძლია ნებისმიერ მუსიკოს გამოვიდეს და უკრას ქუჩაში. რასაც უკრავს თვითონ თავის ჟანრს. მუსიკის მსგავსად განსხვავდებოდა მსმენელთა ასაკიც. შეადგინა ტარდებოდეს ასეთი ღონისძიებები და განსაკუთრებით მომწონს ჯგუფი ილუზია. წელიწადში რომ სამჯერ ოთხჯერ ჩატარდეს ესეთი ღონისძიება, ძალიან კარგი იქნება. მოწყენილობა ქალაქში და ესეც რაღაცები იქნება ძალიან განვითარდება მართლა. ფესტივალმა სათავე ლიტვაში აიღო. ინიციატორმა ანდრიუს მამონტოვმა არასამთავრობო ასოციაცია დრონის დახმარებით ლიტვის ტრადიცია თბილისში ჩამოიტანა. Atmosphere is better and people smiling more. როდესაც ადამიანები ქუჩაში მღერიან, გარშემო არაჩვეულებრივი განწყობა იქნება. მსგავსი ფესტივალი უკვე ბევრ ქვეყანაში იმართება და თბილისშიც მოვაწყვეთ. რაც უფრო ხშირად მოეწყობა ასეთი ფესტივალები, მით უფრო ბედნიერი იქნება მთელი მსოფლიო. 19 მაისი ეს არის ის დღე, როდესაც თბილისის ქუჩები აშენდება სხვადასხვა მუსიკები, როგორიცაა ბლუზი, ჯაზი, ყველანაირი ჟანრი. ფესტივალის დასწრის ნაწილზე ანდრიუს მამონტოვმა ქართულ შემსრულებლებთან ერთად იმღერა. ორგანიზატორების თქმით, ქუჩის მუსიკოსების დღე ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.